ერთობით სახიობა ერთობა და დიდგორის მიერ. სრული პროგრამაში იყო ამიტომ არანაირად დაგეგმილი უბრალოდ ეხლა მოვაკეთოთ და ეს ერთობით უკვე. ახლა შეგვიძლია რომ ჩავთოთ ვიდეო და სანამ ვიდეო ჩაირთვება მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ და იმედი მაქვს რომ დღევანდელი დღე იქნება ტრადიცია იმისა რომ წელიწადში ერთხელ მაინც ქართულმა ფოლკლორმა სხვადასხვა კომპანიებმა და გალობელთა გუნდებმა წელიწადში ერთხელ მაინც შეუძლოთ ერთად შეკრება და იმ ბავშვების დახმარება ვინც განიცდიან ესეთ დაავადებებს. ესოს გამოჯანმრთელების მიუხედავად ტრადიციას თუ ჩამოვაყალიბეთ ეს ხდება ძალიან დიდი რამ ჩვენი ერთობისთვის, ქართულობისთვის და ჩვენ ამისთვის ვძაბვალთ. იმედია კომპანიები დაგვიგვებიან მორჩი, იმიტომ რომ სხვანაირად ეს საღამოები ვერ გაიმართება. ამიტომ იმედი მაქვს მომავალ წელს აუცილებლად ასეთი ერთობით შევხვდებით კიდევ სხვა ბევრი ბავშვების დასახმარებლად, მათ შორის ესოს მორჩი გუნდისთვის. ბავშვები გამოჯანმრთელდნენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, მათ მშობლებს დაუბრუნდათ სიცოცხლის ხარისი. მე მგონი რომ კახას ვთხოვოთ 2 სიტყვით მოგმართოს და შემდეგ უკვე ერთობლივად დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენს. ამ პროექტში კომისთვის, იმიტომ რომ ეს დიდი მადლობა თქვენს პროექტში კომისთვის, იმიტომ რომ ეს ის გამოცდილება, რომელიც კესოს ძალიან დაეხმარება პიროვნულად ჩამოყალიბების საქმეში, რომ გამოჯანმრთელდება, ხო თითოეულ თქვენგან ხართ კესოსთვის მასწავლებელი. მასწავლებელი იმისა თუ როგორ უნდა დაუდგეს კესარია მომავალში თავის მეგობრებს, როგორ უნდა დაუდგეს კესარია მომავალში თავის მეგობრებს. მოუწოდეთ ძალიან დიდი მადლობა და გადაუხადოთ იაშურის კლინიკის თითოეულ ექიმს. იმისთვის რომ ისინი ზავღონეს არ ეშურებენ კესოს გამოსაჯამრთელებად. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აი სიტყვები არ ყოფნის შემოსაყვარელო მეგობრებო ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა ეკა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი პროექტში კომისთვის და მე ვფიქრობ რომ მომავალში ერთად დავлаშქრავთ მე და კესარია აგერ შენ და ჩემი მეგობარი ჯონი კაპანაძე შენ და რომ ერთად დავлаშქრავთ კინოაწეს. და აუცილებლად დიდი მადლობა გიორგი.